რომ ქართველი ხალხი არასდროს შეწყვეტს ბრძოლას თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის. თავისუფლებისა და დამოუკიდებლობისათვის რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, რუსული ოლიგარქატის წინააღმდეგ ყველამ ერთად არა რუსულ რეჟიმს დამხობა რუსულ რეჟიმს გაუმარჯოს თავისუფლებას გაუმარჯოს დამოუკიდებლობას დამხობა რუსულ რეჟიმს გაუმარჯოს საქართველოს გაუმარჯოს გაუმარჯოს
რუსული ოცნების მოღალატე ლაჩერ გუნდს ყველაზე მეტად დროს აშინებს ეს არის ღირსეული სამოქალაქო თავდადება და გმირობა. სწორედ ამიტომ ისინი ცდილობენ რომ დაერწყან ქართველი ხალხის წმინდათა წმინდას, ქართველი ხალხის გმირებს შეურაცხყონ ქართველი გმირების ხსოვნა. სწორედ ამიტომ ჩვენ ეს დავიწყეთ სამასიარაგველის ეკლიდან, როგორც სამასიარაგველის ღირსეულმა შთამომავლებმა ადამიანებმა ვინც ვიბრძვით საქართველოს სახელმწიფო ინტერესებისთვის, საქართველოს სახელმწიფო სუვერენიტეტისთვის. მოგეხსენებათ, ეს არის დღეები, როდესაც იმდინარეობდა კრწანისის ბრძოლა და ამ კრწანისის ბრძოლაში ჩვენმა სამასიარაგველმა გვაჩვენა უპრეცედენტო თავდადება და მაგალითი იმისა, თუ როგორ უნდა ვიცხოვროთ, თუ როგორ უნდა გავაგრძელოთ ჩვენი ქვეყნის, ჩვენი ერის სულისკვეთება. ამიტომ ყველამ ერთად დიდება გმირებს! დიდება გმირებს! დიდება გმირებს! დიდება საქართველოს! დიდება საქართველოს! ძირს რუსული რეჟიმი! ძირს რუსული რეჟიმი! ძირს რუსული რეჟიმი! ერთიან დამოუკიდებელ ეროვნულ ევროპულ საქართველოს გაუმარ! 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 ხმაური მეგობრებო, გაიგონ მოღალატეებმა ჩვენი ხმაური! მართლობას, არაფარულად, მონოგრამით ნამღრელ გვალს, სულიწობის გლას, არაველურ მოტყრობას, უსახურთა ქარს, არანერგებს უფესროს, არაშიშის ხმას, არამხუდრ თაობას, ჩვენებით კარს, არამაზღარ თამადას, არამდულით გვალს, არაჰაბიტაციას, კოსგარეშე ჰასს, არაქვეყნის პარტიას, სადომაზო ჯარს, არა სუპერკაპიტალს, სვანემოვის დღას, არა უცნობას, ამერცხების კლავს, არა შრომით გათამრულ მიჩმორებულ ერს, არა მეძავს, არა მკვლელს, არა ლოცვით გაბრულებულ ყველს. არა კოსმოს, არა ლითს, არა ლითს შემთხვევის, არა შიშს, არა მალვით ნამდვილს, არა ძალას, არა დროს, მეკოეთან ერთოს, ეთნარიოს, არა ზამჩენოს, არა მოჩინების ფერს, არა მამის ნამძეების, არა
საქართველო გმირების ქვეყანა ივანიშვილის რუსულ ოლიგარქებს უნდა დაგვეკარგვინა შენი წარსული, შენი ტრადიცია, ბრძოლა, ბრძოლის შინი, ბრძოლის უნარი. ივანიშვილის რუსულ რეჟიმს შირდება ლაჩრები, უღირსებოები, ამიტომ გვებრძვის და ჩვენს სწორედ ჩვენი ტრადიციის შენარჩუნებისთვის ვიბრძვით უკვე 300 დღეა. სწორედ ჩვენ და არა ეს ეგრეთ წოდებული ხელისუფლება დგას ერეკლამეორის ტრადიციაზე, რომელიც მუდმივად იბრძოდა მტრის წინააღმდეგ. დგას სამასია რაგველის ტრადიციაზე, დგას ალექსანდრე ბატონიშვილის ტრადიციაზე, ილია ჭავჭავაძის ბრძოლაზე, თერგდალეულების ბრძოლაზე, პირველი დემოკრატიული რესპუბლიკის გმირების ბრძოლაზე, ქაქუცა ჩოლოყაშვილის, გიორგი მაზნიაშვილის, გმირი ქალის, მარო მაყაშვილის ბრძოლაზე, ბერაბ კოსტავას და პირველი გმირი პრეზიდენტის სვიად გამსახურდიას ბრძოლაზე. ეს გვალდებულებს, რომ არ შევეგუოთ რუსულ რეჟიმს, რომ გავაგრძელოთ ბრძოლა რუსული რეჟიმის წინააღმდეგ, საქართველოს თავისუფლებისათვის. არა რუსულ რეჟიმს, ყველამ ერთად, არა რუსულ რეჟიმს. დამხობა ივანიშვილის რეჟიმს. საქართველო გაიმარჯვებს სახელოვნად. გაუმარჯოს! 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 აი მაგითო გვეღადაობენ ესეთები გორიას ტიკრ. მაგითო გვეღადაობენ. ინტერვიუში.
მეგობრებო, თხოვნა მეკრება, ვიცი ხარ? გადმოხვიდეთ პიკაპის უკან. თხოვნა იქნება, რომ პიკაპის უკან და ბანერების უკან გადმოვიდეთ. ძალიან დიდი თხოვნა. მეგობრებო, აი ამ ადგილას განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. აქ შემოთრეულ რუსებს გავაგონოთ, რომ საქართველო არ არის მათი მასპინძელი. საქართველო არის მებრძოლი რუსეთის და რუსების წინააღმდეგ. ყველა იმ რუსის, რომელიც აქ არ არის ჩამოსული იმისთვის, რომ შემოუერთდეს ჩვენ ბრძოლას. ამიტომ აქ განსაკუთრებული მნიშვნელობა აქვს. ხმამაღლა გავაგონოთ, მათ შორის იმ ვაი ქართველებს, რომლებიც ფულის გამო მასპინძლობენ ოკუპანტებს. არა რუსი! რუსეთი ოკუპანტია, არა რუსეთს, არა რუსულ რეჟიმს. საქართველოში არ იქნება რუსული რეჟიმი. გაუმარჯოს საქართველოს! გაუმარჯოს! 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 Dorogo,
ებრუწოდა რუსებს სათავეში ედგა ეროვნულ განმათავისუფლებელ რუსებისგან განმათავისუფლებელ მოძრაობას და ის დახურიდეს რუსეთის კოლაბორაციონისტებმა 1923 წელს და მე წადი გითხოვდა ახლა ტოტე აფხაზის უკანასკნელ სიტყვებს მე ვკვდები სიხარულით რადგან ღირსი გავხდი სამშობლოს სამსხვერპლოზე სვანაკად მიტანისა ჩვენი სიკვდილი გამარჯვებას მოუტანს საქართველოს ასეა მეგობრებო ქართველი გმირები პიარისთვის არ არიან შეწირულები ქართველმა გმირებმა დავიკაცინეს ჩვენი ქვეყნის თავისუფლებისთვის ჩვენი მოსახლეობის კეთილდღეობისთვის და დამოუკიდებელი საქართველოსთვის ამიტომ დიდება გმირებს დიდება გმირებს დიდება გმირებს დიდება საქართველოს და მოგეხსენებათ მეგობრებო, მოგეხსენებათ, საქართველოს ასევე ყავს ცოცხალი გმირები და ესენი არიან რეჟიმის ტყვეები, ადამიანები, რომლებიც ვერ გადეხა ივანიშვილის რუსულმა რეჟიმმა. ამიტომ ამავიკითხავ ახლა მაცახელებს. თავისუფლება მინდია შარვაშიძეს. თავისუფლება თორნიკე დოხჩუას. თავისუფლება ნიკა ნარსიას. თავისუფლება კონსტანტინე მიქაიას. თავისუფლება კაცის რომლისაც აშინიათ ლევან ხაბეიშვილს. თავისუფლება ლაშა ცანავას. თავისუფლება გივით არ გამაძეს. თავისუფლება გიორგი ვაშაძეს. თავისუფლება ჩვენს დიდ პოეტს ზვიად რადიას. თავისუფლება ნინო დათაშვილს. თავისუფლება ნიკა გვარამიას. თავისუფლება ნიკა მელიას.
თავისუფლება ელენე ხოშტარიას თავისუფლება გიორგი ბაჩიაშვილს თავისუფლება ზურაბ ჯაფარიძეს თავისუფლება ირაკლი ოქრუაშვილს თავისუფლება ირაკლი ბაბიაშვილს თავისუფლება გიორგი ნეფარიძეს თავისუფლება დენის კულანის თავისუფლება გიორგი ჩიკვაიძეს თავისუფლება ზია ამაღლაბეს თავისუფლება ანასტასია ზინოვკინას თავისუფლება არტემ გრიბულს თავისუფლება ჯანო არჩაიას თავისუფლება ლუკა ჯაბუას თავისუფლება გიორგი ტერიშვილს თავისუფლება რეზო კიკნაძეს თავისუფლება ირაკლი ქერაშვილს თავისუფლება სერგეი გუხარჩუკს თავისუფლება საბას ხვიტარიძეს თავისუფლება მიხეილ ჯავახიშვილს ნიკოლოზ ჯავახიშვილს თავისუფლება ონისე ცხადაძეს თავისუფლება რუსლან სივაკოვს თავისუფლება ანდრი კვარაცხელიას თავისუფლება გურამ მირცხულავას თავისუფლება ანდრო ჭიჭინაძეს თავისუფლება ზვია ცეცხლაძეს თავისუფლება საბა ჯიქიას თავისუფლება ჩვენს ღიმილის მიწ ირაკლი ბიბინაშვილს თავისუფლება ისაბალიევს თავისუფლება თორნიკე გოშაძეს თავისუფლება გიორგი გორგაძეს თავისუფლება ვეფხია კასრაძეს თავისუფლება ვასილ კაძალაშვილს თავისუფლება გურამ ხუტაშვილს თავისუფლება დანიელ მუმლაძეს თავისუფლება ანტონ ჩეჩინს თავისუფლება დავით ხომერიკს თავისუფლება დავით ლობიძეს თავისუფლება გიორგი მიტაძეს თავისუფლება არჩილ მუსალიანს თავისუფლება თემურ ზასტოხაშვილს თავისუფლება ვალერი თეთრაშვილს თავისუფლება ანატოლი გიგაურს თავისუფლება მათე ბევიძეს თავისუფლება ომარ ოტრიბელაშვილს თავისუფლება საბა ნეფარიშვილს თავისუფლება გიორგი ოკბელაშვილს თავისუფლება მარია მიაშვილს თავისუფლება უჩა აბაშიძეს თავისუფლება ირაკლი მეგვინეთუხუძეს თავისუფლება გიორგი კუჭუაშვილს თავისუფლება დავით კოლდარს თავისუფლება ფრიდონ ბუბუტეიშვილს და ბოლოს თავისუფლება საქართველოს მესამე პრეზიდენტს მიხეილ სააკაშვილს თავისუფლება რეჟიმის ტყვეს თავისუფლება რეჟიმის ტყვეს დამხობა რეჟიმს ჭირს რუსული რეჟიმი ჭირს რუსული რეჟიმი
საქართველოს გაუგარ Orientali
კიდევ ერთხელ გავაგონოთ, რუსეთი ოკუპანტია! რუსეთი ოკუპანტია! რუსეთი ოკუპანტია! არა რუსეთს! არა რუსულ რეჟიმს! მეგობრებო, ეს ეგრეთ წოდებული მთავრობა, კრემლის მარიონეტები ცდილობენ მოატყუონ ქართველი ხალხი, რომ ევროპა არის საფრთხე, რომ ევროპა თითქოს რაიმეს გვართმევს. არადა თუ ვინმე რამე წაგვართვა ბოლოს საუკუნეების მანძილზე, ეს არის მხოლოდ რუსეთი. რუსეთმა საჯვართვა ტერიტორიები, რომელიც გადასცა ჩვენს მეზობლებს. საგვართვა ტაო, საგვართვა არჩვინი, საგვართვა ლორე, რუსეთმა საგვართვა ტაშირი, რუსეთმა საგვართვა ჰერეთი, რუსეთმა საგვართვა აფხაზეთი, რუსეთმა საგვართვა ცხინვალის რეგიონი. თუ ვინმეა დღეს მტერი, ეს არის რუსეთი. თუ ვინმეა, ვისაც შეუძლია საქართველოს დახმარება, საქართველოსთან მეგობრობა, ევროპა, რომლის დახმარებითაც ჩვენ აღვიდგინეთ დამოუკიდებლობა 1918-წელს. და დღეს ევროპა, როგორც არასდროს სად არის საქართველოს დასახმარებლად. ამიტომ ჩვენ ვითხოვთ თავისუფალ დამოუკიდებელ რუსულ რეჟიმს
არ შეიძლება ამ ხელა მარშრუტს ოდაშუში საიდან ამაში და ერთი ოჯახი უბრალოდ ერთი სადაგანო იცი რომ ეს ალაი
მეგობრებო, კიდევ ერთხელ მესამასეთ დღეს ვართ იმ ადგილას, სადაც უნდა გადაწყდეს კიდევ ერთხელ საქართველოს ბედი, საქართველოს უალტერნატივო ბედი, რომ საქართველო არ იქნება რუსეთი, რომ საქართველო კვლავ იქნება თავისუფალი, დამოუკიდებელი და ევროპული. რუსის ყარი, რუსის დამქაში ივანიშვილი და მისი ხროვა, რომელიც დროებით უსამართლოდ მოაჯდა ხელისუფლებას, უნდა დავამარცხოთ და დავამარცხოთ ჩვენი ერთადდგომით, ჩვენი შეუპოვარი ბრძოლით და რაც თავარია, ჩვენი ერთგულებით მთავარი მოთხოვნებისადმი გითხოვთ ახალ სამართლიან არჩევნებს, გითხოვთ პოლიტპატიმრების გათავისუფლებას, გაუმარჯოს თავისუფალ დამოუკიდებელ ევროპულ საქართველოს. გაუმარჯოს, გაუმარჯოს, გაუმარჯოს. ბრძოლა გრძელდება გამარჯვებამდე. 4 ოქტომბერს ვიკრიბებით ყველა რუსთაველზე.